ქვედალოცულო ეხლა მაინც უნდა დადგეს წონხარეს და დაუპირისპირდეთ ამ არაბული ქალაქების მშენებას. ისეთი ხალხი ჩამოდის. სულ ახალგაზრდები არიან. თუ დააკვირდებით, ალბათ რაღაც 18 წლიდან 30 წლამდე. ბრძოლის უნარიანი, გამრავლების უნარიანი და ასე შემდეგ და აი ეს მოცემულობა შენ შვილს რომ ექნება ისეთი გარემო ქუჩაში, უბანში, სკოლაში, მასზე ძლიერი მშობლის შვილი იქნება იქ. რავი, მასზე მეტი შეძლებული ადამიანიშვილი და ბევრი იქნებიან. ბულინგი რო წავა შენი შვილის დაჩაგვრა. მე რას გააკეთე? გაბრაზდები? რას იზდავ? აი, გაიჭაჭები, ხო? არ გიშველის და ამიტომ ამბობთ, ეხლავე, აი, ძირშივე არის მოსაკვეთი ეს გადაწყვეტილება, რაცაც გვიპირებენ ჩვეულებრივ თორე. სხვაგვარად უბრალოდ ფიზიკურად ვერ გაუკლავდები და აქ, არავის არ კონდეს იმის ილუზია, რომ რაღაცა მშვიდობით იქნება. მე არ იქნება მშვიდობა. ქართველი რას გაუტარებს? აქ არაბმა ვიღაც ბავშვები აუპატიურონ, ქალბატონებს შეურაცხყოფა მიეყნენ, ამას რა მოყვება? აი, თქვენც ხო იცით რა მოყვება? გასაგებია რაც მოყვება და იქამდე რატომ იყვას, ამას ვერ ვიგებ მე. 7 დეკემბერს 16 საათზე. აქცია არაბიზაციის წინააღმდეგ.